გამარჯობათ. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება მოსახლეობის აღწარმოების და მოსახლეობის აღწარმოების ტიპების შესახებ და მათთან დაკავშირებულ საკითხებთან. ასევე შეიძლება გავიხილოთ დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებული პრობლემები და საკითხები. მოსახლეობის აღწარმოება თაობათა მუდმივი განახლების პროცესია, რომელიც შობადობისა და მოკვდაობის ურთიერთქმედების შედეგს წარმოადგენს. მოსახლეობის აღწარმოება ალბათური პროცესია, რომელსაც წარმოქმნის შობადობისა და მოკვდაობის მრავალი ერთეულის შემთხვევა. პოპულაციის ხანგრძლივი არსებობა გულისხმობს მისი გარემოსთან ურთიერთქმედების პირობების შენარჩუნებას, რაც შესაძლებელია დემოგრაფიული შემთხვევების გარკვეული სახით მოწესრიგების შემთხვევაში. მსგავს პროცესებს ადგილი აქვს ბუნებაშიც. ბუნებაში პოპულაციის გამრავლებას აქვს ბიოლოგიური საფუძვლები. ადამიანის წარმოშობისა და მისი და საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე პოპულაციის წარმოქმნისა და აღწარმოების მართვის სისტემა განიცდის თვისებრივ ცვლილებას. გამრავლების ბიოლოგიურ მექანიზმებთან ერთად თავს იჩენს მართვის სოციალური მექანიზმები და ფუნქციონირებას იწყებს მოსახლეობის აღწარმოების მართვის ახალი სისტემა. მოსახლეობის აღწარმოება თავის განვითარებაში გაივლის სხვადასხვა ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების განვითარებასთან. ისტორიულად მოსახლეობის აღწარმოების ყოველი მსხვილი ეტაპისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული პროცესების თავისებური მსვლელობა შესაბამისი დემოგრაფიული ურთიერთობებით და დემოგრაფიული ქცევით. მოსახლეობის აღწარმოების ამ თვისებრივ ნიშანთა ხანგრძლივი დროის მანძილზე შენარჩუნებასა და განზოგადებას მიჰყავართ მოსახლეობის აღწარმოების ტიპების ცნებასთან და კაცობრიობის დემოგრაფიული ისტორიის განხილვასთან, როგორც ამ ტიპების თანმიმდევრობით ცვლასთან. მოსახლეობის აღწარმოების პროცესის რაოდენობრივ ზომაზე წარმოდგენას იძლევა მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის მაჩვენებლები, რომლებში გაერთიანებულია შობადობისა და მოკვდაობის რეჟიმის მაჩვენებლები. ისინი მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეგზოგენურ პარამეტრებს მიეკუთვნებიან და განსაზღვრავენ მის ენდოგენურ პარამეტრებს, მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას, აგრეთვე მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტს ან მოსახლეობის ბუნებრივი მატების ჭეშმარიტ კოეფიციენტს. ამ მაჩვენებლებს ჩვენ მოგვიანებით დავუბრუნდებით და გამოვიხილავთ უფრო დეტალურად. მოსახლეობის აღწარმოება ერგოდიულ პროცესს წარმოადგენს. ერგოდიულობის თვისება დემოგრაფიაში იმით გამოიხატება, რომ მოსახლეობის წარსული ასაკობრივი სტრუქტურის გავლენა მომდევნოზე დროთა განმავლობაში თანდათან სუსტდება და ასაკობრივი სტრუქტურა დამოკიდებული ხდება წინამავალი პერიოდის მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმზე. გამხილოთ მოსახლეობის აღწარმოების ტიპი. მოსახლეობის აღწარმოების ტიპი წარმოადგენს კატეგორიას, რომელიც ასახავს მოსახლეობის აღწარმოების ყველაზე მნიშვნელოვან თვისებრივ მხარეებს მეტ-ნაკლებად მსგავს ისტორიულ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა პირობებში. მოსახლეობის აღწარმოების ტიპი მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმთან და განსაზღვრავს იმ საზღვრებს, რომელშიც შეიძლება იცვლებოდეს აღწარმოების პროცესის რაოდენობრივი მახასიათებლები. რაც შეეხება მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმს, მათ მოგვიანებით დავუბრუნდებით და უფრო ფართედ გავიხილავთ. მოსახლეობის აღწარმოების ტიპი იდენტიფიკაციისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ იქნება გამოყენებული მათი მთელი სისტემა, რადგან რომელიმე ცალკეული მაჩვენებელი შეიძლება ერთნაირი იყოს სხვადასხვა მოსახლეობის აღწარმოების ტიპისათვის. ამდენად უფრო მისაღებია მრავალი სხვადასხვა პარამეტრის გამოყენება და ეს პარამეტრები მსგავს პირობებში შესაძლებლობას მოგცემს დავადგინოთ, რომელ ტიპს მიეკუთვნება მოსახლეობის ესა თუ ის
აღწარმოების პირობები. თითოეული მოსახლეობის აღწარმოების ტიპის ჩამოყალიბება და განვითარება იმავე დროის არის შესაბამისი შობადობისა და მოკვდაობის ტიპის ჩამოყალიბება და განვითარება. სხვადასხვა მოსახლეობის აღწარმოების ტიპი წარმოადგენს კაცობრიობის დემოგრაფიული ისტორიის თანმიმდევრულ ეტაპებს. ამასთან დაკავშირებით გამოყოფდნენ მოსახლეობის აღწარმოების სამ ტიპს: არქეტიპს, ტრადიციულს და თანამედროვეს. დემოგრაფების ნაწილი უკვე სადღეისოდ და ცოტა ხნის წინ გამოყოფს მოსახლეობის აღწარმოების მეოთხე ტიპს, უახლეს. ამ უახლეს ტიპს დეპოპულაციურსაც უწოდებენ. მოსახლეობის აღწარმოების ტიპთა შორისი პერიოდი, ანუ ის პერიოდი, რომელიც გამოყოფს ერთ ტიპს მოსახლეობის აღწარმოების მეორე ტიპისაგან. იგი წარმოიქმნება მოსახლეობის აღწარმოების ერთი ძირითადი ტიპის მეორეთი შეცვლის პერიოდში. მოსახლეობის აღწარმოების ტიპთა შორისი პერიოდი აერთიანებს როგორც წარმავალი, ისევე მომავალი ტიპებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. ძირითადი ტიპებისაგან განსხვავებით, მოსახლეობის აღწარმოების ტიპთა შორისი პერიოდი მდგრადი არ არის და არ შეუძლია ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობა. ტერმინი მოსახლეობის აღწარმოების ტიპთა შორისი პერიოდი შემოტანილია ავთანდილ სულაბერიძის მიერ მოსახლეობის აღწარმოების შუალედური ტიპის ნაცვლად. მისი აზრით, სხვადასხვა კრიტერიუმით მოსახლეობის აღწარმოების შუალედური ტიპი ვერ აკმაყოფილებს ტიპისათვის დამახასიათებელ ძირითად მოთხოვნებს და ამდენად იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ მოსახლეობის აღწარმოების ტიპად. არის აგრეთვე მოსახლეობის აღწარმოების ტიპის ფაზა. ეს უკანასკნელი კატეგორია, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის აღწარმოების ტიპის შემადგენელ ნაწილს, მისი განვითარების საფეხურს და ასახავს მის ფარგლებში მიმდინარე შობადობისა და მოკვდაობის ცვალებადობას. ფაზები გამოყოფილი იყო მხოლოდ მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპისათვის. თითოეულ ფაზას შეესაბამება შობადობისა და მოკვდაობის გარკვეული რეჟიმი. ეხლა შევჩერდეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის დემოგრაფიული გადასვლის თეორია. დემოგრაფიული გადასვლის თეორია გამოიყენება დემოგრაფიაში მოსახლეობის აღწარმოების ტიპების ცვლის ასახსნელად. ტერმინი დემოგრაფიული გადასვლა შემოთავაზებულ იქნა 1945 წელს ამერიკელი დემოგრაფის მოუთსტაინის მიერ. თავდაპირველად დემოგრაფიული გადასვლის კონცეფცია შემუშავებულ იქნა ფრანგი დემოგრაფის ალფრედ ლანდრის მიერ 1909-1934 წლებში, რომელმაც მის აღსანიშნავად გამოიყენა ტერმინი დემოგრაფიული რევოლუცია. აღნიშნული ტერმინი გამოიყენებოდა ისტორიული განვითარების პროცესში მოსახლეობის აღწარმოებაში მომხდარი ძირითადი ცვლილებების აღსანიშნავად. თანამედროვე დემოგრაფიულ ლიტერატურაში ტერმინი დემოგრაფიული რევოლუციის ნაცვლად ძირითადად გამოიყენება ტერმინი დემოგრაფიული გადასვლა. ზოგიერთი ავტორი განასხვავებს დემოგრაფიულ რევოლუციას დემოგრაფიული გადასვლისაგან. ასეთ შემთხვევაში დემოგრაფიული რევოლუცია განიხილება როგორც დემოგრაფიული გადასვლის კულმინაციური მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის აღწარმოების ნახტომისებურ თვისებრივ ცვალებადობას წარმოადგენს. ან სხვანაირად რომ ითქვას, ის არის მოსახლეობის აღწარმოების ერთი ტიპიდან სხვაზე ნახტომისებური გადასვლა. პირველად, იდეა დემოგრაფიული ტიპების რეპროდუქციული ქცევის შესახებ ლანდრიმ ჩამოაყალიბა 1909 წელს სტატიაში მოსახლეობის სამი ძირითადი თეორია. მოგვიანებით 1924 წელს სტატიაში პროგრესის იდეა მან ჩამოაყალიბა ცნება მოსახლეობის აღწარმოების სამი რეჟიმის შესახებ. პირველ რეჟიმს ლანდრი უწოდებს პრიმიტიულს. მის შემთხვევაში ქორწინებისა და შობადობის რეგულირების ადგილი არ არის და მოსახლეობის რაოდენობას ძირითადად მოკვდაობა არეგულირებს. მეორე რეჟიმის შემთხვევაში შობადობას ზღუდავს
ქორწინებათა გადადება და უქორწინება. მესამე რეჟიმი თანამედროვეა. მისი ძირითადი ნიშანია შობადობის განზრახ, ანუ ცნობიერი შეზღუდვა, რომელიც დამახასიათებელია ეკონომიკურად განვითარებული უმრავლესი ქვეყნისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ლანდრის შემთხვევაში მოსახლეობის აღწარმოების ტიპები ყოველთვის არ შეესაბამება ისტორიულ ეპოქებს. ლანდრის პროგნოზები საკმაოდ პესიმისტური იყო. მისი აზრით, შობადობის შემცირებას მომავალში შეიძლება მოჰყოლოდა მოსახლეობის რეგრესი და ცივილიზაციის დაღუპვაც კი. ლანდრი აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად განწყობის ცვლილებას, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, სათანადო რეპროდუქციული განწყობის ჩამოყალიბებას გულისხმობს. დემოგრაფიული გადასვლის კონცეფციის წარმოშობას ზოგიერთ შემთხვევაში უკავშირებენ 1929 წელს ლეონ რაბინოვიჩის ავტორობით გამოცემულ ნაშრომს მოსახლეობის პრობლემა საფრანგეთში. ზოგჯერ დემოგრაფიული გადასვლისა და დემოგრაფიული რევოლუციის სინონიმებად გამოიყენება ტერმინი დემოგრაფიული მოდერნიზაცია, განსაკუთრებით ბოლო დროს. დემოგრაფიული გადასვლა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც გადასვლა ტრადიციული წონასწორობიდან, რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი შობადობა და მაღალი მოკვდაობა, ახალ წონასწორობაზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაბალი შობადობა და დაბალი მოკვდაობა. დემოგრაფიული გადასვლის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის აღწარმოების პროცესების შეგუება ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან. რაც შეეხება დემოგრაფიულ წონასწორობას, ის შეიძლება განვსაზღვროთ როგორც წონასწორობა შობადობასა და მოკვდაობას შორის ერთი მხრივ და მეორე მხრივ როგორც ყველა სხვა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებისადმი. იმ პირობებში, რომელიც მოცემულია დემოგრაფიული და არადემოგრაფიული პროცესების ურთიერთქმედებით. მე-19 საუკუნის ბოლოს დადგენილი იქნა, რომ შობადობისა და მოკვდაობის დონეები ძირითადად განპირობებულია არა ბიოლოგიური კანონებით, არამედ სოციალური პირობებით. ამასთან ისტორიული განვითარების პროცესში მიმდინარეობს მოსახლეობის აღწარმოების ტიპის მნიშვნელოვანი თვისებრივი ცვლილებები. დემოგრაფიული გადასვლის თეორიის ზოგად ელემენტს წარმოადგენს დემოგრაფიული განვითარების პერიოდიზაცია, რომელიც შეესაბამება სამ მსხვილ ისტორიულ ეტაპს: მიმთვისებულ მეურნეობის, აგრარულსა და ინდუსტრიულ საზოგადოებას. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გამოყოფენ მოსახლეობის აღწარმოების 4 ტიპს: არქეტიპს, ტრადიციულს, თანამედროვესა და ბოლო პერიოდში უახლეს დეპოპულაციულს. ეხლა შევჩერდეთ მოსახლეობის აღწარმოების არქეტიპზე და მოკლედ გამიხილოთ მისი ძირითადი ნიშნები. მოსახლეობის აღწარმოების არქეტიპი დამახასიათებელი იყო კაცობრიობის ისტორიის ადრეული ეტაპისათვის, კლასობრივამდელი საზოგადოებისათვის. ის ჩამოყალიბდა პალეოლითის ხანაში და დაკავშირებული იყო პალეოლითის ეკონომიკასთან და იმ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან, რომლებიც მის ბაზაზე ვითარდებოდნენ. ამ არქეტიპის დროს მოკვდაობა ძალიან მაღალი იყო და პრაქტიკულად უცვლელი რჩებოდა 1000 წლეულების მანძილზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით 20 წელს. ერთი დედის ცოცხლად დარჩენილი ბავშვების რაოდენობა საშუალოდ 2-ის ფარგლებში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალი სრულად ცდილობდა და იყენებდა თავის ბიოლოგიურ პოტენციალს, ამ თვალსაზრისით რეპროდუქციულ პოტენციალს. ამის გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის არ იცვლებოდა და ძალიან ნელა იზრდებოდა. მოსახლეობის მატების ტემპი წელიწადში 1/1000%-ს შეადგენდა და მაქსიმუმ შეიძლება ყოფილიყო 0.3%-მდე. მოსახლეობის აღწარმოების არქეტიპმა